კიდევ ჩემო კარგო გაგრძელება წინა პოსტის მარტოობა შენთვის მარტოობა ნიშნავს ტკივილს სინამდვილეში მარტოობა ძალიან მარტივი სიტყვა, მაგრამ მის უკან შეიძლება იმალებოდეს მთელი გრძნობების სამყარო, მაგრამ შენ უნდა განსაზღვრო, მიხვდე, შენ მარტო ხარ თუ ხარ თავისუფალი, ვინც მარტო ხარ, ვინც ეძებს თავის მომავალ ხმაურიან სიყვარულს. მარტო ყოფნა შეიძლება იყოს დროებითიც, პროდუქტიულიც და საჭიროც. შეიძლება იყოს თავისუფლებაც. ძალიან განიცდი შენს მარტოობას. მაშინაც, როდესაც მარტო არ ხარ, ფიქრობ, რომ შენი არავის არ ესმის. კი, ეს ასეა. შენ ხარ მზე. მზე, რომელიც ანათებს, ზიხარ მარტო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ გზას, რომელიც აქ კარგად არ ჩანს, უბრალოდ ჯერჯერობით ვერ ხედავ. ბევრი ახალი გზა გექნება. მე მესმის, რომ შენთვის კავშირი ცხოვრების საყრდენია. შენს ბუნებას არ შეეფერება ზედაპირული ურთიერთობა, უბრალოდ უნდა მიხვდე ჯერჯერობით იმას, რომ ხარ თავისუფალი და არა მარტო. შენ გჭირდება ადამიანი, ვისთანაც თავს ამშვიდად, ნდობით და სითბოთი იგრძნობ, ისგანაც სითბოს იგრძნობ. ასეთი ჯერჯერობით არ ყოლია და ამიტომ ხარ მარტო. მაგრამ ნუ გეშინია, შენ ზუსტად ასეთი პიროვნება გელოდება. შენ შეგიძლია ჭეშმარიტი სიყვარული. აქამდე ვინც იყო ჭეშმარიტი სიყვარული, მას არ შეეძლო. ამიტომ შენ მას ათბობდი და თვითონ კი ყინავდა. დაელოდი ცოტა ხანი. შენი სული სიჩუმეში ძლიერდება. დრო მოვა საჭირო ადამიანი და შენ უფრო საინტერესო, უფრო ძლიერი შეხვდები მას. ბეჭდით მოდის პიროვნება. მოდი შენი ბედნიერებისთვის და ძალიან კარგი ამბავი გაქვს უახლოეს პერიოდში და ორი ასრულება გულთან დაკავშირებით. ხუთიანი და 7-იც სხვათა შორის დაინახავთ ამ 7-იანსაც. ასე რომ ძვირფასებო არ მოიწყინოთ. საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.